რუსეთ-უკრაინის ომმა უკვე გლობალური მასშტაბი შეიძინა და შესაბამისად ეს დინამიური პროცესია, მოლაპარაკებების წარმოება შეიძლება დღეს არსებული რაღაც სტატუს-კვო ხვალ შეიცვალოს, მოლაპარაკებების პროცესში რაღაცის დათმობა მოხდეს, ან რაღაცის შეძენა მოხდეს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების საკითხი, ეს არის თავიდან ბოლომდე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხი, იმიტომ რომ უკრაინაში ეხა პოზიციების დათმობა ნიშნავს, რომ ხვალ ზეგ უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში 10-20 წლიან პერსპექტივაში შესაძლოა ევროპის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემები დადგეს და ევროპას ყველაზე კარგად ესმის ეს. ევროპა იმ კონტინენტზე ცხოვრობს, რა კონტინენტზეც ამბიციები აქვს რუსეთის ფედერაციას და ხედავთ, რომ პროცესში უკრაინის ინტერესები გათვალისწინებულია, მის მხარეს, ასე ვთქვათ, ითვალისწინებს მათ შორის შეერთებული შტატები. მე ვფიქრობ, სიტუაციურად ესე დგას, რომ ევროპა, რადგან თავად არის ამ პროცესის მონაწილე და თავად მის უსაფრთხოებას ეხება საკითხები, ბევრად უფრო კარგად გრძნობს იმ საფრთხეებს, რაც რუსეთის ფედერაციიდან მოდის და მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ევროპა თავისი პოლიტიკური გამოცდილებით შეძლებს დაარწმუნოს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მისი სანდო პარტნიორია, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, რომ ეს არის გამოწვევა, რომელიც ქვეყანას უდგას არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპას როგორც პარტნიორ კონტინენტს, პარტნიორ ევროკავშირს როგორც პარტნიორ შეერთებული შტატების და ამ პროცესში გამოჩნდება, ამ დინამიკაში გამოჩნდება ბუნებრივია რა და როგორ განვითარდება, თუმცა დღეს ევროპის მტკიცე პოზიცია განაპირობებს იმას, რომ ზელენსკიც თავადაც დარწმუნებულია თავისი პოზიციის ისტორიაში და რომ არ უნდა დაითმოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უკრაინის. რა თქმა უნდა, ბუნებრივია ამაში. რას ხედავთ ქართული ოცნების ნარატივში, რომელიც საკმაოდ ასე ვთქვათ მოედინება აი ამ შეხვედრების პარალელურად ფეხდაფეხ უწყობენ ოცნების ლიდერები და იყენებენ სხვათა შორის არ ვიცი რამდენად წარმატებულად თუ არა, მაგრამ აქტიურობა მათი მხრიდან უფრო ჩანს, რომ ეს მომენტი მათ დაიჭირონ. ძაღლი შინ არ ვარგოდაო და სანადიროდ გარბოდაო, ისეა ამათი საქმე. შიდა პოლიტიკაში არ ვარგიან, ყოველად უვარგისები არიან. ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღალატობენ და რაღაც გლობალური საკითხების განხილვით არიან დაკავებული. წარმოუდგენელია ოკუპირებულ ქვეყანაში, რომლის 20% აქ ოკუპირებული რუსეთის ფედერაციას იმ ადამიანს გულშემატკივრობდა ვლადიმერ პუტინს, რომელმაც 2008 წელს ომი აწარმოა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. უამრავი ასეულობით ადამიანი დაიღუპა ამ ომში, მათ შორის ჯარისკაცი, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები დაიღუპნენ ამ ომში. აი ამ ომში მხარე ფაქტია იყო პუტინი, ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ფედერაცია და აი აქ შენ რო გულშემატკივრობ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ, რომელმაც ომის დანაშაულები მოაწყო, გენოციდი მოაწყო, ფაქტობრივად მშობლებს წაართვა შვილები და საშინელებები ჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, ომის დამნაშავეა და ესე რომ ვთქვათ, ბრალდებული ჰააგის ტრიბუნალის მხრიდან, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან გულშემატკივრობდა ვლადიმერ პუტინის პოზიციებს. ეს ხო არის მხარის არჩევა, მაგრამ მეორე მხრივ ჰააგით ამ ასეთ კრიმინალს წითელ ხალიჩას უგებენ და სურათი ისეთ შეექმნა, შესაძლოა ბუნებრივია, ეგ ყოფილიყო კიდეც არგუმენტი. ეგ არის პოლიტიკური ფანატიკოსობა ეხლა. თუ ვინმეს აქვს განცდა იმისი, რომ ასეთი დონის ორმხრივი შეხვედრების დროს ეხლა ვლადიმერ პუტინს დააპატიმრებდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ან პოლიტიკურად ბეცი უნდა იყოს, ან პოლიტიკურ ფანატიზმში უნდა იყოს გადასული. ბუნებრივია ეს ესე ვერ მოხდებოდა. არის რაღაც პროტოკოლური საკითხები, რომელიც რა ვიცი, ეხლა ვიღაცას წითელ ხალიჩას არქმევს, ამას თუ წვანე ხალიჩას, მესმის რომ კრიტიკა ამას მოყვა გარკვეული შეფასებების მხრიდან, თუმცა ეს საბოლოო გავლენას არ აქვს. მე რას მინდა ხაზი რო გაუშვათ სხვა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ხო, ეს ადამიანები აი მთელი ბინძური აღვირახსნელი პროპაგანდით აბრალებდნენ დასავლეთს და შეერთებულ შტატებს, რომ ომში ჩართვა უნდათ ჩვენი ქვეყნის. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მოიტანა ტრამპმა და შეერთებულმა შტატებმა. მშვიდობა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, რა ვიცი, 30 წლიანი ომი ფაქტობრივად დასრულდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით აზერბაიჯანის და სომხეთისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენით, ისტორიული ფუნქციის შეძენით, რომელიც მას ვერ ექნებოდა, რომ არა ეს პოტენციურად დასალაგებელი ზანგეზურის დერეფანი. ამიტომ უზარმაზარი პოტენციალი ეკონომიკური გაუჩნდა ამ ორ ქვეყანას, მათ შორის მშვიდობას მიაღწევს და ჩვენ სად ვართ? ამაზე ვიდარდოთ ჩვენ, რომ ამ სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში აღმოჩნდით ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციის მხარეს
მხარეს და რუსული ინტერესების მხარეს. მაშინ, როდესაც გვაქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი, ვიყოთ სამხრეთ კავკასიის ცენტრი და ვიყოთ ტრანზიტის მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი ქვეყანა. აი ამ ფუნქციას გვარწმუნება ომზე, რომელიც მიმდინარეობს უკვე 3 წელია უკრაინაში და ამ ომს იყენებს მისთვის ქვეყნის შიგნით შიდა პოლიტიკური თუ პარტიული ინტერესისთვის და ახლაც იგივე მდგომარეობაა, ხომ? შეიძლება ტრამპმა მოახერხა შვიდობა დაამყარა სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დათმობები უწევთ მაგალითად ისეთ დიქტატორთან, როგორიც პუტინია და ის სურათი შეიძლება ახლა რაღაც ხავს მოჭიდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბენეფიტი იყო პუტინისთვისაც ეს შეხვედრა. პოლიტიკურ ფანატიზმზე რო საუბრობ, სწორედ ამაზე ვსაუბრობ. ამ ადამიანების განწყობა ოცნების წევრების და აი მთელი პოლიტიკური გუნდის თუ მათი დასაქმებული აი ამ ესე რომ ვთქვათ აქტივის იმის და მიხედვით იცვლება რა პოზიციებს დაიჭერს ტრამპი და ეს მოლაპარაკებები არ დასრულებულა არც ერთი მხრივ და არც მეორე მხრივ, ამიტომ რაღაც წინასწარი შეფასებების გაკეთება იმდენად აბსურდია და სისულელეა. პოლიტიკური ექსპერტობა ამ საკითხში მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორები არიან ჩართული და დინამიურად იცვლება, ყოველდღიურად იცვლება პროცესები, აქ პოლიტიკური პროგნოზის გაკეთება, რა ვიცი, თეა წულუკიანის მხრიდან და რა ვიცი, მამუკა მდინარაძის მხრიდან იმდენად სასაცილო ამბავია, რომ წარმოუდგენელი ძაღლი მართლა შინ არ ვარ გოდაო და სანადიროდ გარბოდაო, ისეა ამათი საკითხი. საკუთარ ქვეყანას იმიტომ გისვამთ განავ რაიმე ლოგიკას ხედავ მათ არა მესმის აბსოლუტურად მათი მხრიდან ომის ტრამვა არის ნაცნობი ტრამვა ჩვენთვის საერთაშორისო ამბების გამოყენება მათი პარტიული ინტერესით მესმის აბსოლუტურად ომის ტრამვა რა საკეთებთ ამაზე მაქვს კითხვა ხო და ომის ტრამვა არის ტრამვა რომელიც აი გენეტიკურად დევს მათ შორის მებრძოლიერი ვართ კი საუკუნეების განმავლობაში ასე მოვიტანეთ ჩვენი ქვეყანა დღემდე განსაკუთრებით დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 30 წლის განმავლობაში რა პერიოდი არ გავიარეთ სამხედრო გადატრიალებით კანონური ხელისუფლების დამხობა აფხაზეთის ომი ცხინვალში წარმოებული პირველი სამხედრო ოპერაცია 2008 წლის ომი ბუნებრივია ეს შიშები რომ ჩვენს მოსახლეობას აქვს ომის ამაში ახალი არაფერი არ არის და ყველაზე ამორალური ხელისუფლების მხრიდან ამაზე საუბარი არის დღეს ჩვენ გვჭირდება არა ისეთი მშვიდობა როგორცაც ოცნება გვთავაზობ ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მშვიდობა ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობა გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებთან ჭიდრო ურთიერთობით და საერთაშორისო გარანტიების არსებობით. გადახედეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ქართულ პოლიციაბჭოს ჰქონდა ერთ-ერთი განცხადება, მე მგონი უფრო ზამთარში, როცა საუბრობდა აი სწორედ მშვიდობაზე და რაღაცნაირად ისეთ ნარატივს ავრცელებდა, იმდენად კაფიოდ ჰქონდა რაღაცნაირად ასე მახსოვს, რომ როცა ასეთი საერთაშორისო турბულენცია ვერ ხერხდება ომის დასრულება და ასე შემდეგ, ჯობს ჩვენ ვიყოთ აი ამ მდგომარეობაში, ასე სტატიკურობა ამ ეტაპზე უფრო მომგებიანია და როცა დაალაგდება სამყარო, ჩვენთვისაც გამოჩნდება რაღაც გზა. აი ასეთ მარტივ, ძალიან პრიმიტიულ, მაგრამ ძალიან ალბათ უსაფუძვლო პროპაგანდას თავაზობს ქართული ოცნება და დღესაც მის კლიპში რაც ბოლოს გამოჩნდა ჩანს რომ ესეთი იქნება ხაზიც. სად ხედავთ თქვენს დაპირისპირებას ამ პროპაგანდას? ობიექტურად უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მესიჯი იყო მუშა მესიჯი, მათ შორის 2024 წლის განმავლობაში და რატომღაც სხვა პარტიებს, ანუ ის იმდენად აქცენტი ამაზე არ გაუკეთებიათ და საუბრობდნენ, რომ ხალხი ამას არ დაიჯერებს. ეხლა ზუსტად არ იმუშავა რაღაცა ერთსქესიანთა ქორწინებამ და სისულელეებმა, რასაც გვთავაზობდნენ, მათ შორის ვიზოს მიმოსვლის სანაცვლოდ თითქოს რაღაცას გვთხოვდა ევროკავშირი, მაგრამ ისევ დაჭირდათ მშვიდობის თემის შემოტანა. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამბულ საზოგადოებაზე ეს მოქმედებს, მაგრამ ჩვენი ამოცანა რა უნდა იყოს? ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამ ყალბ მშვიდობასა და რეალურ მშვიდობას შორის განსხვავება დავანახოთ. მშვიდობა არ არის ის, რომ დღეს მაგალითად 60-ზე მეტი ადამიანი სინდისის მძევლად ყავს საუკეთესო ახალგაზრდობა, რა ვიცი, მსახიობები, სტუდენტები, ჟურნალისტი ქალი ყავს, ტყვე დაყვანილი ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის, რამდენად სასაცილო არ უნდა იყოს რეჟიმს, ირაკლი კობახიძის რეჟიმზე რო ვსაუბრობ. წარმოუდგენელია, როდესაც ნარკოტიკის ჩადება დაბრუნდა როგორც ჩვეულებრივი ამბავი შინაგან საქმეთა სამინისტროში. წარმოუდგენელია, როდესაც ძვლებში დალეწეს ახალგაზრდები 300-400 დაზარალებული ერთი ადამიანი საჩვენებლად არ და ესეთი ეს არის მშვიდობა? მოპარულ ფულს ვერ იყოფენ და ერთმანეთს ფილტვებს უხრეტენ პირდაპირ ფორმით, ხო, ერთმანეთის დახრეტა მიმდინარეობს, ერთმანეთის გატაცება მიმდინარეობს, რა ვიცი, ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების გამო დუბაისდან აიყვანეს ადამიანი და ჩამოიყვანეს ქვეყანაში სპეცოპერაცია ჩაატარეს ფაქტიურად.
აი ეს მშვიდობა ხო არ არის? ეს ფაქტურად ჩიხში მიმყოფებით ჩვენ აი გამოუვალ სიტუაციაში, მათ შორის ქვეყანაც მე არ ვიტყვი რომ მხოლოდ ოცნება ამ ვითარებაში ან ქვეყანა ყველა ერთად მიმყოფებით გამოუვალ ვითარებაში და კიდევ უფრო ვიმძიმებთ მდგომარეობას და ყველაზე უბედურება ის არის რომ ამაზე პასუხი აი სპეციალისტებიც ასე განმარტავდნენ რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით წინა შემთხვევაში თუ კი იყო ომის და მშვიდობის პროპაგანდა იმისთვის რომ ეს უსაფრთხოების თემა წინ წამოეწია ქართულ ოცნებას დღეს მისივე ამ მრჩევლისთვისაც უჭირს აი გუნდში დაპირისპირებების ახსნა და ის ქაოსი რაც არჩევნების შემდეგ არის ქვეყანაში და კრიზისი არცად არ წასულა და ამ თემების გადასაფარად იყენებს ამ თემას პროცესს ახლა ქართული ოცნება მართავს ბერდია ეს რა მხრიდანაც არ უნდა შეხედო ესე ჩანს პროცესს ბუნებრივია ქართული ოცნება მართავს, ბუნებრივია რაც არ უნდა ვეძახოთ ახლა და მართლა ესეა რომ ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი უდგას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ჯერჯერობით მართვის სადავეები, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების მართვის სადავეები მას აქვს. ბუნებრივია პროცესის მთავარი შემოქმედი არის ის, ვისაც მეტი ძალაუფლება უჭირავს ხელში, მაგრამ ჩვენი სიძლიერე იმაში უნდა იყოს, რომ ჩვენ ალტერნატიული პროცესი შევთავაზოთ. ეხლა მე არ მინდა ისე რაღაც არჩევნების კონტექსტს დავუბრუნდე და ასე შემდეგ, თუმცა ერთიანი ბრძოლით შესვლა ამ არჩევნებში იქნებოდა ალტერნატიული უკეთესი თუმცა ჩვენ ვქნით ვცდილობთ რომ შევქმნათ ეს პროცესი უკეთესი პოლიტიკური პროცესისთვის მათ შორის უნიკალური შესაძლებლობა რომ ქვეყანაში სადაც რომლის დედაქალაქშიც კრიტიკულ ნიშნულზეა ოცნების ხარდაჭერის მაჩვენებელი ჩვენ შეგვიძლებოდა ერთიანი კანდიდატის შემთხვევაში ბრძოლის თუმცა ამ ბრძოლას აუცილებლად გავმართოთ ღირსეულ ბრძოლას ღირსეულ კანდიდატთან ერთად ღირსეული ბრძოლა რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ვერავინ ვერ იტყვის, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს არის ჩემი კრედო, ჩემი ცხოვრებისეული კრედო. ყველა ფრონტზე, ყველა წერტილში, საპროტესტო ალამა უნდა იფრიალოს. ქუჩაშიც, რუსთაველის გამზირზეც, საერთაშორისო არენაზეც, პოლიტიკურ ესე რომ ვთქვათ, ბრძოლაში, რომელიც არჩევნების სახით არის აგერ კარს მომდგარი. ამიტომ ალტერნატივა ამ ბრძოლას არა აქვს, არც ერთ ბრძოლას არ აქვს ალტერნატივა. ამიტომ ერთიანობა არის ძალიან მეტად აქვს ნათქვამი, უფრო მეტად მომისმენია თქვენი პარტიის მხრიდან, რომ ქართულ ოცნებას უნდა წაართვათ ამ ვიდრე ფულს და ძალაუფლებას წაართვევთ, ამ მრჩეველი უნდა წაართვოთ ალბათ ეს წინა ამაზე დგას. აი ნახეთ ფულის და ძალაუფლების წართვა მეტად აიღეთ ალბათ პასუხისმგებლობა რომ ამ მომრჩევლისთვის ასე ვთქვათ მომზადებული პროპაგანდა იყოს ასე ვთქვათ წინააღმდეგობის მთავარი კი რა თქმა უნდა გვექნება ჩვენ ამაზე სერიოზული როგორ მიდის თქვენი საარჩევნო კამპანია საარჩევნო კამპანია მათ შორის დაწყებულია ძირითადად საშტაბო საქმიანობა მიმდინარეობს ახლა საარჩევნო კამპანია ალბათ უახლოეს დღეებში აიღებს სტარტს სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა დროს მაგრამ უახლოეს დღეების საკითხია ხომ არ გიგვიანდებათ არ მგონია, რა ვიცი, ახლა საარჩევნო აი თუ გავხედავთ ახლა ჩვენ ჩავიაროთ ერთ სანაპიროზე ჩავლად საკმარისია საარჩევნო კამპანია რუსო? ქართული ოცნების საარჩევნო კამპანია დაწყებულია. თუ ვინმეს გონია რომ რამდენიმე დღით ორი თვით ადრე დასახელება და კახი კალაძის ყველა ბილბორდზე რომელიც ამოუყვანეს ადამიანებს თვალში წამოჭიმო არის საარჩევნო კამპანია მე ასე არ უყურებ. საარჩევნო ბილბორდი საერთოდ არ ქონდა 2024 წელს მაგრამ კამპანია ჩავატარეთ. პოლიტიკური რეკლამა არ ქონია მაგრამ ჩავატარეთ კამპანია ამიტომ ეს არის ბუნებრივი პროცესი. შეძლო თუ არა თქვენმა გაერთიანებამ საერთო კანდიდატზე შეთანხმება? ბუნებრივია ეს არის კომპლექსური პროცესი. ჩვენ მემორანდუმით ავიღეთ ვალდებულება, რომ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და მერობის კანდიდატები არ იქნებოდნენ ურთიერთ კონკურენციაში და შეთანხმებულ კანდიდატებზე იქნებოდა საუბარი. ეს არის კომპლექსური პროცესი, მოლაპარაკებების პროცესი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ხვალ უკვე წერტილი დაესმევა საბოლოო ანუ ხვალ წარადგენთ არა, ხვალ დაესმევა წერტილი ამას და უახლოეს საათებში გაიგებთ, უახლოეს დღეებში გაიგებთ. ნუ თუ ხვალინდელი დღე რაიმე ხვალინდელ დღეს არის დაგეგმილი, ეს ნიშნავს, რომ დღეს საღამოს უკვე იცით რა შედეგით დასრულდა. არა, ეს დინამიური პროცესი. შეთანხმება შედგა თუ არ შედგა, ნუ საერთო კანდიდატი ყავთ თუ არა. პრინციპებთან დაკავშირებით შეთანხმება შემდგარია, საბოლოო წერტილი ამას დაესმევა ხვალ. შესაბამისად დღეს ამაზე პასუხს ვერ გეტყვით. ხვალ რომ გეუბნებით რომ საბოლოო დაესმევა რაიმე კონსულტაცია კიდევ ერთხელ შემაჯამებელი თუ შემაჯამებელი კონსულტაცია ჩათვალეთ რომ აი დასასრულს ვართ უკვე მოლაპარაკებების ხვალ წერტილი დაესმევა ამას. თქვენ იყავით ერთ-ერთი მონაწილე შეხვედრისა, რომელიც რატომღაც წარმოჩნდა რომ სკანდალური იყო გიორგი გახარიასთან, როცა ჩახვედით თქვენ და ირაკლი კუპრაძე, ალბათ
მათ შორის კი არა, ალბათ ერთ-ერთი მთავარი თემა იქნებოდა საერთო კანდიდატი. რაგიღა საერთო მუშაობაზე ხართ და მაშინ არ გადაწყდა ეს საკითხი. მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს დინამიური პროცესია, ხა მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს პირისპირ საუბარი სჭირდება. ჩვენ საჯარო პოლიტიკას ვეწევით, არასდროს დაგვიმალავს ვინმესთან შეხვედრის შესახებ, ასეთი შეხვედრა მანამდეც ყოფილა, თუმცა როგორც ჩანს გამოეპარა სუს, ისევე როგორც თითქოს ჩორჩანას საგუშაგო გამოეპარა და დაგვდევენ კუჩი. ეს რომ დასამალი შეხვედრა ყოფილიყო რაღაც ბერლინის ცენტრში, ტურისტულ ადგილას, სადაც რა ვიცი, დიდი რაოდენობის კონცენტრაცია შეიძლება იყოს ტურისტების, მათ შორის ქართველების, ამიტომ შეხვედრა არ გაიმართებოდა. შეხვედრაზე მე კითხვა არ მაქვს. ხო. აბსოლუტურად ბუნებრივია კანდიდატთან დაკავშირებითაც იყო საუბარი, რაღაცა მონახაზი გაკეთდა სხვადასხვა კანდიდატთან მიმართებით. აი ამ სელექციის პროცესი მიმდინარეობდა და მე როგორც ვიგებ, ხვალ გვეცოდინება თქვენი საერთო კანდიდატი. არანაირი ხვალ დავუსვამთ წერტილს. ხვალ დავუსვამთ წერტილს საერთო კანდიდატის საკითხს. და გიორგი გახარია რაკიღა ვახსენეთ ბერლინიდან აპირებს მუნიციპალურ არჩევნებში რაიმე წარმატების მიღებას გახარიას გუნდი. გიორგი გახარიას ბერლინში ყოფნა. პათოს ვერ მივხვდი, ანუ ბერლინში ყოფნა, რაიმე მუნიციპალურ არჩევნებში. ფაქტობრივი ბარიერი შეიძლება იყოს, მე ვერ გეტყვით, შეიძლება ბერლინში იყოს, შეიძლება ბრიუსელში იყოს, შეიძლება ტრამპთან იყოს ოვალურ კაბინეტში, ხო, ამას ვერ გეტყვით. შესაბამისად მუნიციპალური არჩევნებია და საარჩევნო კამპანიას იწყებთ ხვალ. შესაბამისად, გიორგი გახარია იქნება ყველგან. გიორგი გახარია იქნება კამპანიაში, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი, ამას უშუალოდ ფიზიკურად თვითონ გააკეთებს თავის გუნდის მეშვეობით, მე მგონი არსებით მნიშვნელობა არ აქვს, კანდიდატი არ არის არც ერთ ესე ვთქვათ პოზიციაზე მუნიციპალურ არჩევნებში, მისი პოლიტიკური გუნდი წარმოდგენილია, აქტიურ საარჩევნო კამპანიაში იქნება ჩართული და ღირსეულად წარმოადგენს გიორგი გახარიას როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერის ინტერესებს. აკრიტიკებენ ხოლმე, არ ვიცი თქვენთვის რამდენად საინტერესოა თქვენი პარტნიორების კრიტიკა, ვინც არ არიან საარჩევნო კამპანიაში ჩართულები, თუმცა აკრიტიკებენ მას. რასთან დაკავშირებით? როცა ისაუბრობდა მაგალითად მიხეილ სააკაშვილზე, მასთან დაკავშირებით რაღაც იუმორნარევ განცხადებებს აკეთებდა, რომ ის ვერ ჩამოდის საქართველოში, ადარებენ, უბრალოდ ახსენებენ. არა, ეგეთი განცხადება არ მახსოვს, მაგრამ გიორგი გახარიას აი არასდროს არ ფიქრობთ, რომ შეიძლება რაღაც კუთხით სამართლიანია ეს კრიტიკა, რაც გახარიას მიმართ არსებობს. გეტყვით, რატო არ არის სამართლიანი? გიორგი გახარია არასდროს იქნება ადამიანი, რომელიც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე იტყვის უარს, ეს ერთი. მეორე საკითხი. გიორგი გახარიას არასდროს მოუწოდებია მიხეილ სააკაშვილისთვის მისი პოლიტიკური თანაგუნდელებისგან განსხვავებით, რომ ჩამოსულიყო აქ. ეს არ იყო მისი საკითხი და ამაში არ ჩარეულა არასოდეს. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, მის თანაგუნდელები პირდებოდნენ, არ დავასრულებ თუ შეიძლება, აეროპორტში დახვედრას, რაღაც ქაჯეთის ციხიდან გამოხსნას ფიზიკურად და ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ადამიანები, როდესაც საუბრობენ გიორგი გახარიაზე, გაიხსენონ, რომ მათ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს საერთოდ უკრაინული ლაპარაკი ჰქონდა დაწყებული და მე ქართველი პოლიტიკოსი არ ვარ, რომ საჯარო განცხადებებს აკეთებდა ასე. საერთოდ არ მაქვს მიზნად ახლა შევადარო. უყურეთ, ანუ მოდი შევადაროთ, რადგან ადარებენ ეს ადამიანები და არც გიორგი გახარია, როდესაც ქვეყანაში დაბრუნდება ერთი რუსო, გავიგე, რუსო გიორგი გახარია, როდესაც ქვეყანაში დაბრუნდება არაჟნის კონტეინერით არ შემოიპარება ქვეყანაში და ისე უღირსად თუ მოუწია მას საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა, დარწმუნებული ვარ არ მოუწევს. ისე უღირსად არიჯდება საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც უღირსადაც დღეს ზის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საუბრობდა თითქოს დემენცია ჭირდა, რაღაცა 15 დაავადება ჭირდა, საკუთარ მოქალაქეებს, საკუთარ ამომრჩევლებს, პარტიელებს ატყუებდნენ და დღეს ესე ცინიკური დამოკიდებულება ამ საერთოდ არ მაინტერესებს სიმართლე რო გითხრათ. ჯანმრთელობას უსურვებ. არა, ბერდია, ნახეთ. თავისუფლებას უსურვებ. მოდი მაშინ გვერდზე გადავდოთ, არ მაქვს ინტერესი ახლა სააკაშვილზე მისი მეც არ მაქვს ჯანმრთელობას უსურვებ ადამიანს. ამის ინტერესი არ მაქვს. უბრალოდ კითხვა, გიორგი გახარიას პარტია წყვეტს, რომ საარჩევნო კამპანიაში, საარჩევნო პროცესში ჩაერთოს და პარტიის ლიდერი, რომელიც იმ ტიპის გადაწყვეტილების მიმღებია, რომ მასთან ჩადიან და ათანხმებენ და ბუნებრივია, არის ქვეყნის გარეთ. ამიტომ აქვს კითხვა, საპატიმრო დაწესებულებას და მოლოდინია დაკავების და ამიტომ არ ჩამოდის, თუ შეიძლება რაღაც მომენტში ჩამოდის. ბუნებრივია მოლოდინი. კობახიძე ამბობდა, ისო არჩევნებამდე მაინც არ უწევდაო და რატომ არ არის. ხელი უბედურება რა არის იცით რუსო, აი კობახიძე რო ესეთი ტიპის ნორმალურ ქვეყანაში ესეთი ტიპის განცხადება პირდაპირ ფორმით აღქმული იქნებოდა ზეწოლად სამართალდამცავ ორგანო. ვინ ეკითხება პრემიერ-მინისტრს, როდის უნდა ჩამოვიდეს, ან რა შუაში არის თუ ადამიანს დანაშაული ჩადენილი აქვს, წინა საარჩევნო კამპანია რაღაც ფორმით იმუნიტეტს წენს, მას რა სისულელია ხო? აბსურდია, იმუნიტეტის საკითხი დარეგულირებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს კონსტიტუციით, ხო? აი ესეთი ტიპის ეს კონსტიტუციონალისტი ასეთი ტიპის სიბრიყოებს რო ლაპარაკობს და
და საშუალო დონის ქოცის სპიკერის ამპლუიდან ვერ გამოვიდა 2 წელია ადამიანი პრემიერ-მინისტრია, ხო? ფორმალურად მაინც. ზარქუას დონის ლექსიკით ეს ლაპარაკება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს. აი ესეთი ტიპის პრემიერ-მინისტრი გვყავს ჩვენ დღეს. აი მართლა საშუალო დონის ქოცის სპიკერის. გურამ მაჭარაშვილსა და კობახიძეს შორის რა სხვაობა ვერავინ ვერ გეტყვით ამ ქვეყანაში. ზუსტად ერთნაირი ზიზღნარევი, დამცინავი რაღაც პრემიერ-მინისტრი ხარ, რაღაც პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს საკუთარ პარტიულ ინტერესებს. გიორგი გახარიას, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო, მისი ესთეტიკა არ იყო ისეთ ტიპის განცხადებების კეთება და ამასთან დაკავშირებით ბევრჯერ ქონია რაღაცა ტიპის ესე რომ ვთქვათ, გაურკვევლობები და საკუთარ პარტიასთანაც, მაგრამ ის იაზრებდა საკუთარ როლს ამ ქვეყნის წინაშე და იყო პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყნის და არა ოცნების. ეს არის სხვაობა დღეს. რა მდგომარეობაში წყავს ოცნებას დაქირავებული კობახიძის სახით პრემიერ-მინისტრად ამ ქვეყანაში დანიშნული ეს ადამიანი და რა იყო 2020 წლამდე, როდესაც ვიყავით ასოცირებული ტრიოს ლიდერი ქვეყანა, საერთაშორისო ასპარეზზე სამარცხვინო არ იყო საქართველოს პოზიციონირება და ღირსეული ლიდერი წარმოადგენდა ქვეყანას. და ბოლოს გკითხავთ, რა გიღა ხვალ ნახავთ, ალბათ ხვალ დაესმევა წერტილი, ანუ ხვალ დაიწყება თქვენი საარჩევნო კამპანია, ალბათ ხვალ გვეცოდინება თქვენი გაერთიანებული საერთო კანდიდატი გვეცოდინება, ანუ. კი ბატონო. შეთანხმებული კანდიდატი. პარტიულია აი რაღაც არაპარტიულია მენიუში ბევრი ვერსია, სიმართლე რო გითხრათ, პოლიტიკურ მენიუში. ეხლა უკვე ჩათვალეთ, რომ 2-3 კანდიდატს შორის ვაკეთებთ უკვე არჩევანს ხვალისთვის და ბუნებრივია ხვალ გვეცოდინება ეს. მათ შორის იყო ნეიტრალური კანდიდატებიც, არაპარტიული კანდიდატებიც. შეიძლება მაგალითად შარაშიძის ვერსია განიხილებოდა თქვენი პარტიიდან. აქვს არსებობის უფლება გიორგი შარაშიძის არის იმ სამს შორის გიორგი შარაშიძე. რა თქმა უნდა, გიორგი შარაშიძე. ალეკო ელისაშვილი. აი ხა დედუქციის მეთოდით მიმიყვანთ პასუხამდე და აი ეს ტექნიკები ვიცი გამოვლილი მაქვს ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამოვლილი. კარგი, საინტერესოა და ბოლოს მაინც გკითხავთ, აი ბოლოს ჩვენ როცა ვნახეთ მაგალითად ქართული ოცნების კანდიდატის წარდგენა, თქვენ რა შეატყვეთ ქართულ ოცნებას? ისინი იმდენად ასე ვთქვათ დასუსტებულები არიან აი ამ ყველაფრით, რაც ამ თვეების განმავლობაში მათ დაემართათ, რომ შეიძლება მათზე გამარჯვება თუ მათზე რაღაც უპირატესობის ჩვენება. ეს ეტყობა ქართულ ოცნებას ახლა? ქართულ ოცნებას ეტყობა ძლიერებაც და ეტყობა სისუსტეც. ამიტომ რაღაცა ერთმნიშვნელოვნად ამის შეფასება ესე არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეხლა რაღაცა ძალას ასხივებენ, რომ აი ვერაფერი ვერ უქნა, დღეს ქართული ოცნება არის პარტია, რომელსაც ფაქტობრივად დასავლეთში ხაზი აქვს გადასმული, როგორც სანდო პარტნიორ პარტიას. გარიცხულია სოციალურ-დემოკრატიული პარტიის რიგებიდან ფაქტობრივად იზოლირებულია მისი ხელისუფლება, საერთაშორისო დონეზე ჯერჯერობით აღიარება არ აქვს ამ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული პირდაპირ ფორმით მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რა ვიცი ხა გინახავთ მის შეხვედრები ამ ბრიუსელში, ან ერთი ტიპის შეხვედრასაც კი როგორ ყიდიან, რომ რაღაცა განსაკუთრებული შეხვედრა იყო და ასე შემდეგ. ანუ რამდენად უდგა თუ წავე კრიზისი. შიდა დაპირისპირება აქვს. კი ბატონო, რა სიტყვების გაცვლაც კი გამოყენებული იყო ქართული ოცნების. შიდა დაპირისპირება აქვს, კლანური დაპირისპირება, მოპარულ ფულს კოლ-ცენტრებიდან ნაძარც ფულს ფაქტობრივად ვერ იყოფენ, ხო? ერთმანეთს ეხეთ, აი თუნდაც სანქციები, თუნდაც ლეგიტიმაციის პროცესი, ანუ ეს ეტყობა, რომ იმდენად აწუხებს, რომ რაღაცნაირად ახლა უკვე განწირულ მდგომარეობაში. ეხა ბუნებრივია მიუხედავად იმისა, რომ ეხა გრძნობენ თითქოს თავს, რომ კონსოლიდირებული აქვს რაღაც სახელმწიფო. თქვენ რითი აწუხებთ ეს მაქვს კითხვა. ანუ არ ფიქრობთ, რომ რაღაც კრიზისის გადაგორების თუ რაღაც იმუნიტეტის გამომუშავების პროცესში შეიძლება იყოს ქართული? მე ვფიქრობ, საერთაშორისო დონეზე ჩვენი მუშაობა არის აქტიური, მათ შორის პერსონალური სანქციების თვალსაზრისით ეს მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ვიზის უვიზო მიმოსვლის საფრთხე არ უნდა შეექმნას ჩვენს მოქალაქეებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირში კონსენსუსური გადაწყვეტილება იქნას ფიქრებული, ჩვენს ფაქტორებზე არ არის მხოლოდ დამოკიდებული იცით, რომ სახელმწიფოები კონსენსუსის საფუძველზე იღებენ ევროკავშირში გადაწყვეტილებას, თუმცა დარწმუნებული ვარ, მე აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ევროკავშირი ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებს ეგრეთ წოდებულ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართ.